ბატონი ალუდა, ბატონი ილია, ბატონი გურამი, ბატონო თენგიზ გნებავთ შეკითხვა შემდეგ. ბატონო ალუდა, ბატონი თენგიზი ამბობს, იმდენად დათრგუნული ვარ, კითხვები არ მაქვს. ბატონო ალუდა, გთხოვთ. ქალბატონო მარიამ, თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენში როდესაც გულისხმობთ ხადია თქვენის ოჯახს და თქვენი პარტნიორის ოჯახს გულისხმობ. თქვენი სამოქალაქო პოზიცია გახდა ამ ყველაფრის საფუძველი, როგორ ფიქრობთ? და ამავე დროს მექნება ასე ვთქვი კონკრეტული კითხვა. აი გისმენთ ახლა და ანუ შეფასებებში ზედმეტია შევიდეთ და кейსების მოყვანა იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა. ძალიან კარგად ვიცით, ახლა ჩემი და ხელმარცხნივ აგერ პატაზის და არ ვიცი, მე სისხლის სამართლის ადვოკატიც ვიყავ იმ დროს და გაუგონარი რამე ხდებოდა ახლა იქ თქვენ არ ვიცით ახლა მერვე დაწესებულებაში არავის არ უჩვენდი რომ თუნდაც მისულიყო და თვითონ ადვოკატისთვისაც კი უმძიმესი იყო იქ რაც სიტუაცია სუფევდა და ერთი სიტყვით ადვოკატებს საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა რომ ზოგ ადვოკატს არა სხვათა შორის, მაგრამ იყო შემთხვევები, რომლებიც ვინც ასე ვთქვათ მართლაც კანონს მისდევდნენ, მათთვისაც კი მძიმე იყო, რომ მათაც გადადიოდა შემდეგ ეს რეპრესიები. და არა იმ ადვოკატებზე, რომლებიც მათ შორის იმ დროსაც პირდაპირ კოლაბორაციაში იყვნენ და არამც ნაკლებ როლს არ ასრულებდნენ ჩემი აზრით ამ ყველაფერში. და კონკრეტიკა რაში არის? ნახეთ, თქვენ ძანეთ რომ თქვენი სამოქალაქო პოზიცია გახდა ამ ყველაფრის ასე ვთქვათ საბაბი თუ საფუძველი და მეორე კითხვა. აი, როდესაც გასაგებია არის რომ ის უკანონობა, ეხლა თქვენ ძანეთ სიტყვა, რომელიც რაც მათ ეკუთვნოდა, სინამდვილეში ეს ხომ მას არ ეკუთვნოდა, რომ შეიძლება უკანონო სასჯელი, კანონიერი იყოს და მას კუთვნილება ჰქონდეს, ხო? მაგრამ აი ეს მიზეზი რაც ფინანსურ ნაწილში ასე ვთქვათ მიზანმიმართულად ეს ხომ არ იყო რაღაც ისეთი რომელიც დაუშვათ რაღაცა არ ვიცი მათ ააშენებდათ ან დააქცევდათ რატომ იყო კონკრეტულად ის დაუშვათ თანამდებობის შედეგი ფინანსურ თანმიმართებაში აი თქვენი ამ გადმოსახედიდან აგნებავთ, როდესაც მსჯელობდით და მე დარწმუნებული ვარ, გექნებოდათ მსჯელობა, რომ აი დაუშვათ იმასთან დაკავშირებით, რომ თანხა ვერ მოვიძიეთო, თორე თანახმა იყავით, რომ მოდი თავი დამანებე, როგორც სხვა ბევრმა გააკეთა ეს და მოდი აგერ მოგცემ ამ ყველაფერს და შეგეშვებით. და გარდა ამისა, აქაც გაჟღერდა და მე როგორც ადვოკატი იმ პერიოდში იმათ ისე კარგად გითვლიდნენ რისი შანსი ქონდა რომ ბოლომდე გაეტყავებინათ ადამიანი რომ დაუშვათ არ ვიცი ბებიის თუ პაპის დანატოვარი ქონება რომელიც სამომავლო მემკვიდრეობას ეხებოდა იმასაც კი რომელიც შეიძლება ადამიანს აზრად არ ქონოდა და გამორჩენოდა მეხსიერებიდან მათ ეს ძალიან კარგად იცოდნენ ანუ საკუთარ ჯიბეში რამდენი ქონდა რომ ბოლომდე გაეტყავებინე, ეს მათ ძალიან კარგად იცოდნენ. ამიტომ რესურსი იმისა და სხვათა შორის ამაში არა მარტო სისტემის მთლიანი სისტემა იყო ჩართული, სხვადასხვა ბერკეტი და მექანიზმი ჰქონდათ ჩართული და კარგად იცოდნენ ეს ყველაფერი. რატომ გახდა თქვენი აზრით, ანუ აქ ხომ არ არის ის რომ ვინმეს ზოგადად ეს ბიზნესთან მიმართებაში გაუჩნდათ ის რომ მოდი აი თქვენ ბრძანეთ რომ გისმენდით გულისხმურით რომ აი კიდე ფეხზე დამდგარან ესენი ბიზნესთან მიმართებაში ხომ არ იყო ინტერესი რომ კონკურენცია შეეზღუდათ თქვენთვის ან რაღაც მსგავსი აი რატომ იყო ახირებული მაინც და მაინც ის რომ კი გავიგე სამოქალაქო პოზიციის გამო დასჯა მაგრამ აი ბოლომდე ამ დღეში ჩაგდება რომ ფინანსური ტვირთიც ყოფილიყო თქვენზე გადმოტანილი ამ გადმოსახედიდან თხოვთ რომ ესეც ეკნებ საზოგადოებას მოკლედ თუ შეიძლება რომ გითხრათ მადლობა კი ბატონო, მე მაგაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი ნამდვილად, იმიტომ რომ იყვნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც ესე დააჯარიმეს, მაგრამ რაღაცა დროის შემდეგ ფეხზე დადგნენ. ახალ შეიძლება ჯამთელი რო გამოსულიყო, რაღაცა სხვანაირად წავიდოდა კიდე ჩვენი ცხოვრება და ფეხზე დამდგარიყო, მაგრამ ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ეს ორი ადამიანის, კახა გურგენიძის და დათო გოგოშვილის
პიროვნების და მათი ოჯახების ბოლომდე განადგურება იყო იქიდან გამოწვეული, რომ ჩვენ დავდიოდით აქციებზე. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. მე მქონდა ის შემთხვევაც, როდესაც მივედი ადვოკატთან, ჩვენ ადვოკატთან, გიორგი ყავლაშვილთან, დამიდეს ფოტოები, როცა მე ვარ აქციაზე, როცა ჩემი მეუღლე არის აქციაზე. უბრალოდ ესე შორიდან გადაღებული ფოტოები. ვიძახდი კიდევაც მაშინ ცოტა ალბათ იუმორში გადამქონდა, რომ იმდენი ფოტოები 1-2 მომეწონა და ხო არ წავიღო მეთქი. ეს იყო სუფთა იმის გამო, რომ ჩვენ მივდიოდით აქციაზე და ჩვენ გამოვხატავდით ჩვენ აზრს. არიან ბოდიშვიხტი, ეს აქციები საზოგადოებამაც რო გაიგოს. აქციები გასაგები ხა უამრავი რამ შეიძლება გააპროტესტოს ადამიანმა და თუ რაიმე შეიძლებოდა რომ გაპროტესტებულიყო, ნუ არ ვიცი, არ მეგულება ადამიანი, ეს არ არის დაუშვათ ის რომ ცივილიზებული სამყაროში და მას რომელიმე სახელმწიფოში რომ დაუშვათ რაღაცა შრომითი უფლებები ირღვევა, რაღაცა მსგავსი. ეს საზოგადოებისთვის გასაგონი რო იყოს, რა აქციებზეა საქმე? რა სიტყობდა ქართველი ხალხი? აი, თქვენ რა აქციებზე დადიოდით, მაგალითად, ბოდიშვიხტი დავასრულე, ნახეთ რომ მაღალი გადასახადები იყო, ამას აპროტესტებდით, ბიზნესის კეთებას აპროტესტებდით, რომ დაუშვათ კონკურენცია იყო დაუშვათ შეზღუდული და ისეთი არა, შრომითი უფლებების დაცვაზე იყო საუბარი, გარემო პირობები, ცხოველთა უფლებების დაცვაზე, თუ რაზე იყო საუბარი და შემთხვევით ის ხომ არ იყო რომ იქ თუ რაიმეს დადიოდა, ანუ ბოლომდე ხელში რო ამოუყანეს ამ ადამიანებმა, რომ უბრალოდ რეჟიმი ნუ ყლავს ადამიანებს ქუჩაში, დედებს შავებს ნუ ჩააცმევ და ბიზნეს ნუ წაართმევ და ნუ გაატყავებ და აი ეს დღეში ნუ ჩააგდებ. ამაზე იყო საუბარი. დიახ ბატონო, გეთანხმებით იყო. და ბოდიშვიხტის საზოგადოებას მართლა გეთანხმებით ზუსტად იყო ამაზე, იმიტომ რომ ბევრი ჩვენ პირველები ხო არ ვიყავით, ბევრი ადამიანზე გვესმოდა. ისე იგივე ბესო ხარზიანის ამბავი, მისი ბიჭი და ჩემი შვილი კლასელები იყვნენ. ეს ჩვენ ყველა ერთი ოჯახები ვიყავით და ყველას გული შეგვტკიოდა და უკვე აი აღარ ვარსებობდით იმათ, მე რა რომ იმ წუთას თქვათ მე არ მეხებოდა. ზუსტად ამ პროტესტის გამოსაცხადებლად მივდიოდით, რომ ეს რეჟიმი გაეჩერებინათ და ჩვეულებრივად მოეცათ საშუალება აი ამ ბიზნესის კეთების, ნუ გვავიწროვებდნენ და გაგვეგზელებინათ ჩვეულებრივად ცხოვრება. ზუსტად ეს იყო გეთანხმებით. დიდი მადლობა ბატონალუდას, დიდი მადლობა ზუსტად ეს კითხვა მინდოდა დამესვა რომ ანუ რეალურად რა თქმა უნდა ნებისმიერი თუნდაც აი რაც ალუდამ თქვა თუნდაც იმ აქციაზე ყოფილიყავით შრომითი უფლებების და ასე შემდგომ თქვენი სამოქალაქო პოზიციის გამო რა თქმა უნდა ეს არ უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ მით უმეტეს საუბარი იმაზე არის რომ ანუ თქვენ დადიოდით აქციებზე სხვების გულისთვის რომ მერე სხვებს არეულოთ თქვენი გულისთვის აქციებზე. რა თქმა უნდა. აი ეს იყო რეალობა საზოგადოებამ რო იცოდეს და არა ის რომ თქვა კიდევ ვიმეორებ ნებისმიერი აქციაზე წასული ადამიანი რა თქმა უნდა უფლება არ აქვს რომ ასე დღეს ჩააგდო, მაგრამ ეს იყო ზუსტად ის აქციები რომ თქვენ მიდიოდით სხვებისთვის რომ სხვა არ მოეკლათ ბიზნესი პირდაპირ წაერთვათ და ზევიდან არ დაეპატიმრებინათ, იმიტომ უბრალოდ რომ მერე სხვებს არეულოთ თქვენი დაპატიმრებისთვის და განადგურებისთვის. და ზუსტად აი ეს არის რაღაცა ამ დროს აი შენი ქვეყნის სიყვარული რომ რატო უნდა გაწოხო დღე ალბათონი მარიამ გააწყვეტინებთ. აი თქვენ რომ იმ აქციებზე მაგალითად მოლოტოვის კოქტეილი რომ გესროლათ პოლიციელისთვის. ან პოლიციელისთვის რომ მისულიყავით ეხა და დაწვა გეცადათ. შეგიძლიათ რომ წარმოიდგინოთ მაგალითად რა დაგემართებოდა და იქნებოდით თუ არა დღეს აქ წარმოდგენილი ფიზიკურად თქვენ. მე პირდაპირ გეტყვით, მაშინ არ იყო დახვრეტის მუხლი. თორე ჩვენ არც რომც არ ვისროლეთ და მარტო იქ დგომისთვის ნამდვილად დაგხვრიტავდნენ. იმიტომ რომ ჩვენ გავიარეთ ძალიან მძიმე სიტუაციები, გავიარეთ ისეთი დღეები, რომ მე ჩემი შვილებისთვის არ მქონდა საჭმელი, რომ ეჭმია, გავიარეთ ისეთი დღეები, რომ ვაწყობდით ჭურჭელს და ჩემ შვილებთან ერთად, იმიტომ რომ ჩემ მეუღლე აბსოლუტურად არ იყო ადეკვატური და არ იცოდა ქუჩაში დადიოდა, ეხაც ესე და ლაპარაკობს ხმამაღლა და აბსოლუტურად არ არის ამ რეალობაში, მშრალ ხიდზე ვიდექით და ყიდიდით ჭურჭელს, აი ამასაც ვიტყვი, ხმამაღლა არ შემრცხვება, იმიტომ რომ მე
გადამარჩინა ამ ყველაფერმა, მე გადამარჩინა ჩემი მშობლების თანადგომამ და მადლობა ღმერთო, ჩემი შვილებიც არ გაბოროტდნენ არც მე და ძალიან წესიერი და კარგი ბავშვები გაიზარდნენ, იგივე ვიტყვი დათოს შვილებზედაც. იქ არ იყო ჩემი შვილების მხრიდან არც მისი შვილები გზას არ გადაუხვიეს და ამაზე მადლობას ვეუბნები ყოველდღე ღმერთს და აი ამაშია საქმე მიხვდით, როცა მე ვშრომობ, მე ვაკეთებ, მე ჩემი შვილებისთვის, ჩემი მომავლისთვის, მე იმ შვილებს ვასწავლი, მიმყავს საზღვარგარეთ, იმიტომ რომ მან ნახოს კარგი ცხოვრება, რომ ისევ თავის ქვეყანას გამოადგეს იმ თავისი სწავლით, თავისი გონებით. აი ამ ყველაფრით და ამის გამო ისე ვისჯები, რომ 10 წელია ჩვენ 16 წელი გავიდა იმ დღის მერე და ვერ გამოვდივართ ამ მდგომარეობიდან, უბრალოდ ცხოვრობთ, რომ დღესდღეობით თავი გავიტანოთ და ქირა გადავიხადოთ და ასე შემდეგ იქ ზედმეტია ლაპარაკი ვთქვათ რაღაც ზედმეტ ფუფუნებებზე. ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, როდესაც ამას ვამბობ თამამად, უნდათ გამაკრიტიკონ, უნდათ დამაბულინგონ, ეს უკვე ჩემზე აღარ მოქმედებს. დღეს როდესაც გამოდიან ეს ახალგაზრდები და ამბობენ, რომ უფლებები აქვთ შეზღუდული, ვერ ამბობენ იმას, რაც უნდა თქვან და ის რატო დაისაჯა, ეს რატო დაისაჯა, რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები დასჯას, როდესაც არ იმსახურებს ადამიანი, მაგრამ იცით რა მე მომივიდა ესეთი საუბარი, გაიხსენონ რა იყო. გასაგებია რა იყო, ის არ უნდა იყოს ეხლა და ჯვარი გვეწეროს და ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ არც იციან რა იყო. ვერ წარმოუდგენიათ. როცა იჭერენ დღეს ადამიანს სამჯერად იყვება აქვთ და ხორცის რაციონით შედის. ყველა ადამიანი მეწოდება, რა თქმა უნდა, ციხისთვის. როცა ჩემი მეუღლე დაიჭირეს და დათო გოგოშვილი დაიჭირეს, იცით რა იყო ჩვენი საზრუნავი? ყველა მითის, რომ მაშინის პატიმრები გადიოდნენ იმ საშინელ კალიდორს, სადაც იდგნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და წირავდნენ ადამიანებს და ის იყო ჩვენი საზრუნავი, რომ ვიღაცა ჩაგვერია, რაღაცა გვექნა, აი ესე უსუსურობით დავწრწოდით, რომ აი ამ კალიდორში ცოცხალს გაეღწია ამ ადამიანს. დღეს გამოდიან ციხიდან, ღმერთმა ყველას დაიფაროს საციხოთ, ნამდვილად არავინ არ მემეტება, მაგრამ ბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში, შვილებთან, თავიანთ სახლში. ეს რატო არ მოხდა ჩემს შემთხვევაში, რატო არ შეიძლებოდა, რომ ჩემი შვილებიც გაზრდილიყვნენ სრულფასოვანი ადამიანები, დღეს ქონოდათ სამსახური და მოდით ასე თქვას არ ვაპირებდით, მაგრამ ამასაც ვიტყვი, რომ ყველა ადამიანს პატივს ვინსად მუშაობს, მაგრამ ჩემ მეუღლემაც, დათო გოგოშვილმაც, მეც, მისმა მეუღლემ გავაკეთეთ ის ყველაფერი, რომ დღეს ჩემ შვილს არ ემუშავა გლოვოს მომსახურებით. ეს ყველაფერი ხო ბავშვებზედაც აისახება ფსიქიკაზე და მათ ამ ყველაფერზე, მაგრამ ნუ ცოცხლები ვართ და უძლებთ ამ ყველაფერს და ჩემი დღევანდელი მიზანი არის ნამდვილად ჩემი ოჯახის ღირსება და მინდა რომ სრულიად საქართველოს გაიგოს და ბევრმა ადამიანმა მოყვეს რა გადავიარეთ, რომ იცოდნენ რომ ჯოჯოხეთი იყო მაშინ და დღეს არ არის ჯოჯოხეთი და ჩემი დაძინების პირველი ღამე იყო მაშინ, როდესაც ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. ღამეს დავიძინე მე მშვიდად. მოდით ასე ვთქვათ, რომ თქვენი შვილები ნამდვილად როგორც თქვენ თქვით მესმის რომ დედას მეტი უნდა არაფერი არ აქვთ მათ საიმისო რომ თქვან რომ არ არიან სრულფასოვნები ისინი თუნდაც იმიტომ არ არიან ასეთები რომ თქვენნაირი დედა ხავთ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის საამაყო მოქალაქეები და მე თქვენს ოჯახს და თქვენ შვილებს თქვენს მეუღლეს მადლობა, მაგრამ ძალიან რთულია ესეთ მამას უყუროთ დღეს ამ მდგომარეობაში როგორიც არის. საუკეთესოს გისურვებთ და ჩვენ დავრჩებით თქვენთან კონტაქტზე, იმიტომ რომ თქვენი საქმე დასკვნაში სათანადოდ უნდა აისახოს და აქ ინფორმაციები დაგჭირდება. ჩვენ სწორედ იმ პირობებზე, რაც იყო მაშინ სასჯელ ახსულების სისტემაზე, ქსნის პენიტენციური დაწესებულებიდან უკვე მზად არის და ჩართვაზე გველოდება ერთი მსჯავრდებული, ამიტომ მას უნდა ვცეთ პატივი და გამოვაცხადეთ ქალბატონ მარიამს და გამოვაცხადეთ მადლობა და გისურვებთ წარმატებას. მადლობა თქვენ და 10 წუთიან ტექნიკურ შესვენებას. მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონ მარიამ. მადლობა.
მადლობა ძალიან დიდი.